მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ თომას ჰობსის მორალისა და პოლიტიკის ფილოსოფიაზე, ასევე შევეხებით ავტორის ცხოვრებას. ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი უმთავრესად თავისი პოლიტიკური იდეების გამოა ცნობილი და ეს სრულიად დამსახურებულია. მის ხედვას სამყაროზე საოცარი ორიგინალურობა ახასიათებს და ეს დღემდე აქტუალურია თანამედროვე პოლიტიკისთვის. ჰობსის მთავარი საზრუნავი სოციალური და პოლიტიკური წესრიგის პრობლემაა. როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა მშვიდობიანად, რათა აირიდონ სამოქალაქო კონფლიქტის საფრთხე და შიში. ის მკაცრ არჩევას გვთავაზობს, ან ვემორჩილებოდეთ უპირობო სუვერენს, ადამიანს ან ჯგუფს, რომელსაც ყველა სოციალური თუ პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტის უფლება აქვს, ან გველოდება ბუნებითი მდგომარეობა, რომელიც სამოქალაქო ომს ჰგავს. ეს არის საყოველთაო დაუცველობის გარემო, სადაც ყველას აქვს ძალადობრივი სიკვდილის შიში და სადაც ადამიანებს შორის თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჰობსის ინტერპრეტაციისას ერთი საკამათო თემა განსაკუთრებით დომინირებს. მიიჩნევს თუ არა ის ადამიანებს წმინდა ეგოისტურ არსებებად. ზოგიერთი მონაკვეთი ნამდვილად ამაზრს აძლიერებს, რის გამოც ზოგს ჰგონია, რომ მისი პოლიტიკური დასკვნების თავიდან არიდება ადამიანური ბუნების უფრო რეალისტური ხედვით შეიძლება. თუმცა, მკვლევართა უმეტესობა ახლა უკვე აღიარებს, რომ ჰობსს ადამიანური მოტივაციის შესახებ გაცილებით კომპლექსური ხედვა ჰქონდა. ჩვენი მსჯელობის მთავარი ხაზი სწორედ ის იქნება, თუ რატომ გადავჭრით ჰობსის დასმულ პრობლემებს, მხოლოდ იმით, რომ ადამიანის ბუნებას ნაკლებად ეგოისტურად შევხედავთ. ჰობსი თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის მამამთავარია. პირდაპირ თუ ირიბად, მან პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლებზე მსჯელობის ჩარჩოები დღემდე განსაზღვრა. ბევრს არ მოსწონს ჰობსის თეზისი, რომ პოლიტიკური ცხოვრების სირთულეების გამო საზოგადოებამ უპირობო სუვერენი უნდა მიიღოს ერთადერთ პოლიტიკურ ავტორიტეტად. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღესაც ჰობსის სამყაროში ცხოვრობთ, სამყაროში, რომელსაც ადამიანური ავტორიტეტი გამართლებას საჭიროებს და ავტომატურად თითქმის არავის მიერ არ იქმნება. სამყაროში, სადაც სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სამყაროში, სადაც რელიგიური ავტორიტეტი სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი თანასწორობისა და უფლებების კონტექსტში განვიხილოთ, რაც ჰობსის იდეებმა წამოსწია წინ. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს თანაბარი და უნდა ჰქონდეს თითოეულს შემდეგი უფლებები. მორალური პრეტენზიები, რომლებიც მის ინტერესებს იცავს. მაგრამ ვინ ადგენს ამ უფლებებს, რა არის ეს უფლებები და ვინ უზრუნველყოფს მათ შესრულებას. სხვა სიტყვებით, ვინ განახორციელებს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალაუფლებას, როცა საწყისი დაშვება ისაა, რომ ჩვენ ყველას ერთნაირი უფლებები გვაქვს. ჰობსის მნიშვნელობას ადვილად დავინახავთ თუ მას მის წინ და მის შემდეგ მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეებს შევადარებთ. ერთი საუკუნით ადრე, ჰობსამდე, ნიკოლო მაკიაველმა ძალაუფლების მკაცრი რეალობა განსაზღვრა და რომაული პოლიტიკური თავისუფლების გამოცდილება გაიხსენა. მაკიაველი პირველ თანამედროვე პოლიტიკურ მოაზროვნედ ითვლება, რადგან ჰობსის მსგავსად იცის აღარ აპირებდა პოლიტიკაზე რელიგიური დოგმების ენით საუბარს. თუმცა, ჰობსისაგან განსხვავებით მაკიაველი არ გვთავაზობს ყოვლისმომცველ ფილოსოფიას. ჩვენ გვიწევს მისი შეხედულებების რეკონსტრუქცია და ბოლომდე გაურკვეველია ეყრდნობა თუ არა მაკიაველი რაიმე პრინციპებს, როცა ამორალურ ძალაუფლების პოლიტიკას აქებს. ჰობსიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჯონ ლოკმა საბოლოოდ მიიღო ის დებატების წესები, რომლებიც ჰობსმა დაადგინა, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთად ცხოვრება, როცა ავტორიტეტის ტრადიციული ან რელიგიური დასაბუთებები აღარ მუშაობს. და როგორ მართლდება პოლიტიკური ავტორიტეტი და რა საზღვრები აქვს მას. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა მმართველებს ისეთივე შეუზღუდავი ძალაუფლება, როგორსაც ჰობსი ვარაუდობდა. და თუ არა, რა პოლიტიკური სისტემა უზრუნველყოფს, რომ მათ უფლებამოსილებას არ გადაამეტონ. ჰობსის ბიოგრაფია. ჰობსის ცხოვრება პოლიტიკურმა მოვლენებმა განსაზღვრა. ის დაიბადა 1588 წელს, იმ წელს, როცა უძლეველი არმადა ეგრეთ წოდებული ცდილობდა ინგლისის დაპყრობას. ჰობსმა 91 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1679 წელს. ის არ დაბადებულა ძალაუფლების ან სიმდიდრის წრეში. ჰობსი იყო მღვდლის შვილი
და გამომართლა, რომ ბიძა მისმა განათლების მიღებაში დაუჭირა მხარი. მისმა ინტელექტუალურმა ნიჭმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიყვანა, მოგვიანებით კი გავლენიანი ოჯახების შვილების მასწავლებელი გახდა. ამან ჰობსი იმ წრეებში შეუშვა, სადაც მეფისა და პარლამენტარების გადაწყვეტილებები იხილებოდა. ჰობსი ძალაუფლებასთან ახლოს აღმოჩნდა, ის მომავალი მეფის ჩარლზ მეორის მათემატიკის მასწავლებელიც კი იყო. თუმცა ეს მას არ აძლევდა ძალაუფლებას, პირიქით მის მიმართ დაუცველს ხდიდა. 1642-51 წლებში, ამ წლების სამოქალაქო ომების დროს, როცა მეფე სიკვდილით დასაჯეს, ჰობსი გახდა იძულებული გაქცეულიყო საფრანგეთში. 1660 წელს მონარქიის აღდგენის შემდეგაც კი ჰობსის უსაფრთხოება მეტწილად საეჭვო იყო. რელიგიურმა ფიგურებმა მისი ნაშრომების გამო დევნა დაუწყეს ჰობსს და ჰობსს ზოგიერთი ხელნაწერი იძულებით დააწვევინეს. ინგლისი მაშინ უპრეცედენტო არეულობაში იყო. დიდარი და გავლენიანი ადამიანები მეფის მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგებად დაიყვნენ და საზოგადოება რელიგიურ, ეკონომიკურ და რეგიონულ ნიშნებზე დანაწევრდა. ქონებრივი უთანასწორობა უზარმაზარი იყო, რამაც რადიკალური სექტების აღზევება გამოიწვია. სამოქალაქო ომმა ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისითაც გახვიჩა. ჰობსის ყველაზე დიდი შიში სწორედ სოციალური და პოლიტიკური ქაოსი იყო, რაც მას საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. მიუხედავად ამისა, არეულობას ჰობსის ინტელექტუალური განვითარება არ შეუფერხებია. მან გამოაქვეყნა თუ კი დიდეს ბრწყინვალე თარგმანი და დაამყარა კავშირები ფრენსის ბეკონთან, დეკარტთან და გასენდისთან. ის იყო მეცნიერი, მათემატიკოსი, კლასიკოსი და მეტაფიზიკოსი, მაგრამ ისტორიას სწორედ მორალური და პოლიტიკური ფილოსოფიით შემორჩა. ჰობსის უმთავრესი ნაშრომია ლევიათანი 1651 წელს დაწერილი, რომელმაც პოლიტიკური აზროვნება სამუდამოდ შეცვალა. პოლიტიკური კონტექსტის გარდა, ჰობსის შემოქმედებაზე ორი ფუნდამენტური გავლენა შეინიშნება. პირველი არის რეაქცია რელიგიურ ავტორიტეტზე და სქოლასტიკურ ფილოსოფიაზე, რომელიც ამ ავტორიტეტს ამართლებდა. მეორე კი აღმავალი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და გეომეტრიის მიმართ ღრმა აღფრთოვანება. ორივე ფაქტორმა გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ გამოხატავდა ჰობსი თავის მორალურ და პოლიტიკურ იდეებს. ჰობსი სქოლასტიკურ ფილოსოფიას უკიდურესი ზიზღით უყურებდა. ის ლევიათანში გამუდმებით დასცინის სქოლასტიკოსთა უაზრო საუბრებს, როგორც ის ამათ არქმევს, რომელთაც ქრისტიანული თეოლოგია და არისტოტელის მეტაფიზიკა ჰობსის აზრით ერთმანეთში ჰქონდათ არეული. ავტორის პასუხი ამაზე ორმხრივია. პირველ რიგში ის მკაცრად აცხადებს, რომ თეოლოგიური დავები პოლიტიკისაგან უნდა გაიმიჯნოს, რომ სუვერენმა, მმართველმა ორგანომ უნდა დაადგინოს რელიგიური თაყვანისცემის ფორმები და მოქალაქეებს არ გააჩნიათ ღვთის მიმართ ისეთი მოვალეობები, რომლებიც პოლიტიკური კანონების მორჩილებას გადასწონიდა. და ასევე ჰობსი მოითხოვს, რომ ტერმინები იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და ეყრდნობოდეს რეალურ გამოცდილებას. ჰობსის მისწრაფება თავი აარიდოს სქოლასტიკურ უაზრობებს, როგორც ის ამათ არქმევს. და ის იკვეთება მისი აღფრთოვანებით ფიზიკური მეცნიერებების მიმართ. მას განსაკუთრებით მოსწონდა დედუქციური მეცნიერება, ანუ მეთოდი, რომელიც ჭეშმარიტ დეფინიციებზე დაყრდნობით აგებს ლოგიკურ ჯაჭვებს. ეს მეთოდი ჰობსმა საკუთარი იდეების პრეზენტაციისთვისაც გამოიყენა. ლევიათანში ის თითქოს ადამიანური აღქმის ელემენტარული ერთეულებიდან იწყებს მსჯელობას და თანდათან ადის პოლიტიკური ურთიერთობების ფორმებამდე. თუმცა, დღეს მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ ეს უფრო საკუთარი იდეების თავისებური ფორმით წარმოდგენა იყო, ვიდრე რეალურად სამეცნიერო დამტკიცება. ჰობსის ეთიკა მჭიდროდაა გადაჭაჭული მის პოლიტიკასთან. ჩვენი ქმედებების სწორად მიჩნევა დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც ვიმყოფებით, სადაც პოლიტიკური ავტორიტეტი არ არსებობს, ანუ ბუნებით მდგომარეობაში. და ჩვენი ფუნდამენტური უფლება ნებისმიერი გზით გადავერჩინოთ თავი, სადაც ხელისუფლება არსებობს, ჩვენი მოვალეობაა დავემორჩილოთ
მას. ჰობსის აზრით, ლევიათანის პირველი თავების კითხვა დამაბნეველია, რადგან ჰობსი გვეუბნება, რომ ადამიანის სხეული მანქანას ჰგავს, ხოლო სახელმწიფო ხელოვნურ ადამიანს. თუმცა, წიგნის ბოლოს ის ამბობს, რომ მისი იდეების ჭეშმარიტება მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით შეიძლება გაიზომოს. და რა კავშირია ამ ორ განსხვავებულ მტკიცებას შორის? როცა საკუთარ თავს ვაკვირდებით, ჩვენ არ ვხედავთ მექანიკურ ბიძგებსა და მოძრაობებს. აი მაგალითად შტრაუსის ცნობილი არგუმენტის თანახმად, ჰობსი მექანიკურ მეცნიერებას მხოლოდ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტად და მეტაფორად იყენებდა. ადამიანური ბუნების შესახებ მისი მთავარი იდეები რეალურად მომდინარეობდა არა ფიზიოლოგიიდან, არამედ ისტორიისა და პოლიტიკური ცხოვრების დაკვირვებიდან. მაგალითად, თუ გიდიდეს ნაწარმოებიდან. შესაბამისად, მექანიკური მეტაფორა ხშირად ცრუ კვალია და უფრო ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე მისი მეორე ამოსავალი წერტილი შეიცანი საკუთარი თავი. ჰობსი ადამიანური განსჯის უნარის მიმართ უკიდურესად სკეპტიკურია. ის მიიჩნევს, რომ განსჯა ხშირად დამახინჯებულია. პირადი ინტერესებით, წუთიერი სიამოვნებით, ამაოებით ან სხვისი დამაჯერებელი, მაგრამ ცდარი რიტორიკით. ჰობსი ამბობს, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია აბსურდულობამდე მივიდეს, რადგან ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს, რომელთაც რეალური შინაარსი არ გააჩნია. ამიტომ ჰობსისთვის მხოლოდ მეცნიერება, შედეგების ცოდნა არის ერთადერთი საშუალება დავძლიოთ ადამიანური განსჯის სიმყიფე და შევიცნოთ მომავალი, რომელიც მისივე თქმით მხოლოდ გონების ფიქციაა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჰობსისეული მეცნიერული მიდგომა პოლიტიკის მიმართ, მიუხედავად მისი სიმტკიცისა და ლოგიკურობისა, არ არის ისეთი უტყუარი, როგორც მას თავად სურდა. ჰობსის ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ცხარე დისკუსია ეხება ადამიანურ მოტივაციას. ბევრი მკვლევარი ჰობსის პერსონაჟს აღწერს როგორც რაციონალურ ეგოისტს, რომელიც მხოლოდ საკუთარი სარგებლის გათვლაზე ორიენტირებული, თუმცა ეს ზედაპირული ხედვაა. ჰობსი ნამდვილად აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს, მაგალითად, რომ ადამიანი მხოლოდ ხარბი და შიშის მორჩილია. მაგრამ ის თავადვე აღიარებს, რომ ადამიანები ხშირად მოქმედებენ საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ხშირად ვიქცევით არაგონიურულად, ვტყუდებით რელიგიური დოგმებით, ანუ ნებებით და ვცდილობთ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე მაშინაც კი, როცა ეს პირდაპირ საფრთხეს გვიქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰობსისთვის პრობლემა ის არ არის, რომ ჩვენ ზედმეტად ეგოისტები ვართ, არამედ ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის ჩვენი ნამდვილი სარგებელი და ხშირად ამ უცოდინრობის გამო ქაოსს ქმნით. ჰობსის პორტრეტი ადამიანზე საკმაოდ პესიმისტურია. ჩვენ ვართ მოწყვლადი, ადვილად მოსატყუებელი და დამახინჯებული განსჯის მქონე არსებები მისი აზრით და ამიტომ ჩვენ ერთადერთი ხსნა არის სუვერენი, მართველი ორგანო. ჰობსის პოლიტიკური ლოგიკა ასეთია. ალტერნატივა არის ბუნებითი მდგომარეობა, ანუ სრული ქაოსი, სადაც არავინ არის დაცული. ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც წესრიგს ამყარებს, უკეთესია ვიდრე არასახელმწიფო მდგომარეობა. ჰობსისთვის ბუნებითი მდგომარეობა არ ნიშნავს აუცილებლად პრეისტორიულ ეპოქას. ეს არის ნებისმიერი სიტუაცია, სადაც არ არსებობს აღიარებული ხელისუფლება, თავისი ცნობილი არგუმენტი ომის გარდაუვალობაზე ეყრდნობა სამ მიზეზს. პირველი კონკურენცია, ჩვენებების რესურსებისთვის, მეორე შიში, თავდაცვის მიზნით პრევენციული დარტყმა და მესამე დიდება ან პატივი, სხვების შიშის დათესვა რეპუტაციის გზის გავლით. ჰობსი ამბობს, რომ სანამ ხელისუფლება არ არსებობს სამართლიანობა, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია, ყველას შეუძლია ერთმანეთის განადგურება მოკლა. თითოეული ჩვენგანი თავად ხდება მოსამართლე საკუთარ საქმეში და შედეგად ჩვენ ვართ ჩაკეტილები ყველას წინააღმდეგ ომში. ჰობსის თქმით,
ავტორი ასევე საუბრობს ბუნების კანონებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ მშვიდობის მიღწევას, თუმცა ის დასძენს, რომ ეს კანონები უსარგებლოა, თუ არ არსებობს ძალა, რომელიც მათ აღასრულებს. მისი სოციალური კონტრაქტის იდეა მდგომარეობს შემდეგში. ხალხი თანხმდება, რომ დათმოს თავისი უფლება ყველაფერზე, ისინი ამ უფლებას გადასცემენ მმართველ ძალას, სუვერენს, და სუვერენს არ აქვს შეზღუდვები, რადგან მისი მთავარი ფუნქცია მშვიდობის შენარჩუნებაა. ჰობსი პირდაპირ ამბობს, რომ ისტორიულად არც ერთი სახელმწიფო არ შექმნილა მშვიდობიანი ხელშეკრულებით და ისინი ძალადობით ან მზაკვრობით წარმოიქმნა, მაგრამ ჩვენ უნდა მოიქცეთ ისე, თითქოს ასეთი კონტრაქტი დადებული გვაქვს, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ავირიდოთ სამოქალაქო ომი და განადგურება თავიდან. ჰობსის პოლიტიკური თეორიის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და მოწყვლადი ადგილია კითხვა, რატომ უნდა დავემორჩილოთ ძალაუფლებას. ჰობსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენი ყველას ვალდებულება დავემორჩილოთ სახელმწიფოს, თუმცა მისი არგუმენტები ხშირად არადამაჯერებელია. ის სამ ძირითად ნაბიჯს დგამს, რომლებიც მკვლევართა კრიტიკას ხშირად იწვევს. იძულებითი დაპირება. ჰობსი ამტკიცებს, რომ თუ საფრთხის ქვეშ მყოფმა დავდეთ პირობა, მაგალითად, დავემორჩილოთ გამარჯვებულს, ეს პირობა ისეთივე ძალაშია, როგორც ნებაყოფლობითი. მისი ლოგიკით, თუ არ ვიყავით ბორკელდადებულნი, ესე იგი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ. პირობის მორალური წონა. ჰობსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირობის შესრულებას, თუმცა მისსავე სისტემაში, ბუნებით მდგომარეობაში, არანაირი ვალდებულება არ არსებობს. რაც ლოგიკური წინააღმდეგობაა. თანხმობის იმიტაცია. რადგან არც ერთი სახელმწიფო არ შექმნილა რეალური სოციალური კონტრაქტით, ჰობსი გვეუბნება, უნდა მოიქცეთ ისე, თითქოს ეს კონტრაქტი დადებული უკვე გვაქვს. ჰობსის თეორიის თანახმად, ჩვენი ერთგულება ეკუთვნის იმას, ვისაც ხელში იარაღი უჭირავს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს თეორია გადამბირებლებს მორალურ გმირებად აქცევს, რადგან გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ხდება. უფრო მეტიც, თუ სუვერენი სუსტდება, ჰობსის ლოგიკით, ჩვენი მორჩილების ვალდებულებაც სუსტდება, მაგრამ რეალურად სწორედ მაშინ გჭირდება პოლიტიკური ერთიანობა, როცა სახელმწიფო კრიზისშია. საბოლოოდ, ჰობსის არგუმენტები ეგოიზმსა და მორალზე იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ ის იძულებულია თავისი დასკვნები მთლიანად დააფუძნოს ერთფასეულობას, მშვიდობას. მისი აზრით, ცხოვრებას არასდროს ექნება იდეალური სახე, მაგრამ სუვერენის მმართველობის ქვეშ ცხოვრება საუკეთესო ალტერნატივაა, რაც ადამიანს გააჩნია. და ჰობსისთვის მშვიდობის ფასი იმდენად მაღალია, ძვირფასია, რომ მან უნდა გადაფაროს ყველა სხვა ინტერესი გარდა სიცოცხლის უშუალო საფრთხისა. მთავარი კითხვა, რომელიც ჰობსის შემდეგ რჩება, არის ის, თუ სუვერენის მიმართ ბრმა მორჩილება კაცობრიობის არსებობის საუკეთესო ფორმა მართლა, ან თუ ჩვენ უკეთესი არჩევანიც გვაქვს. ჰობსს საკმაოდ მკაფიო ხედვა ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ძალაუფლება. ავტორის აზრით, მთავარია წესრიგი და ხშირად ციტირებენ მის ფრაზას, რომ თავისუფლება კანონების დუმილზეა დამოკიდებული. ანუ იქ, სადაც კანონი არაფერს უიკრძალავს, ჩვენ ვართ თავისუფლები. თუმცა, აქ შენდება მთავარი პრობლემა. ჰობსი ამბობს, რომ მხოლოდ სუვერენია უფლებამოსილი განსაჯოს და გადაწყვიტოს ყველაფერი. ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ თუ ჩვენ დავუყობთ ძალაუფლებას და სხვადასხვა ინსტრუმენტს, ძალაუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს მივცემთ მსჯელობლის უფლებას, სახელმწიფო დაინგრევა. მისი არგუმენტებით, დაყოფილი ძალაუფლება ნიშნავს ბუნებით მდგომარეობაში დაბრუნებას, ანუ ქაოსს. ჰობსს ვერ წარმოედგინა თანამედროვე სახელმწიფო, სადაც ძალაუფლების დანაწილება, მაგალითად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნა არა ქაოსის, არამედ სტაბილურობის გარანტია იქნებოდა. ესაზღვრება ფილოსოფოსის შეცდა
იგი სუვერენს აძლევს აბსოლუტურ უფლებას განსაჯოს რა არის სამართლიანი. მართლაც მე-20 საუკუნის ისტორიამ გვაჩვენა, რომ როდესაც სუვერენი, შემთხვევაში ტირანი, ერთპიროვნულად წყვეტს, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე, შედეგები დიდი ალბათობით ყოველთვის კატასტროფულია. თუ ჰობსის ოპტიმისტური ილუზია, რომ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ მშვიდობიანად საერთო მორალური თანხმობით, არის არარეალისტური, მაშინ რჩება მისი პესიმისტური კითხვა, როგორ ავირიდოთ თავიდან ქაოსი. ჰობსისგან ჩვენ ასევე გვჭირდება ორი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. მშვიდობის ფასი, რომ უნდა ვაღიაროთ მშვიდობიანი ცხოვრება ადამიანური კეთილდღეობისთვის ფუნდამენტურია და მას გარკვეული კომპრომისები სჭირდება და ავტორიტეტის აუცილებლობა, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება გარკვეული წესრიგი და კანონი, რათა ადამიანები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ განადგურებამდე. მაგრამ ჰობსის სუვერენი დღეს უკვე ვეღარ პასუხობს გამოწვევას. თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების მთავარი ამოცანა არა ძალაუფლების ერთხელში კონცენტრაცია, არამედ იმის მოფიქრება, როგორ დავყოთ ეს ძალაუფლება ისე, რომ მნიშვნელოვანი საკითხები მშვიდობიანად კოლექტიური მსჯელობით გადაწყდეს. მადლობას გიხდით მოსმენისთვის, გთხოვთ კომენტარების სექციაში დაწეროთ თქვენი აზრი ლექციასთან დაკავშირებით. ასევე მითხრათ დაასახელოთ ავტორები, რომელზეც გსურთ ვისაუბრო შემდეგ ლექციებში. შეხვედრამდე.